მოგესალმებით, მონადირეებო, კარგო ხალხო, კარგო ადამიანებო, იარაღის მოყვარულებო. ვინც იცით იარაღი და მისი ფასი და უბრალოდ გადაჭარბების და გადამეტებულობის სიმბოლო, ვისთვისაც არ არის უბრალოდ იარაღი ხელში და არის კაცობის და ღირსების, ასე ვთქვათ, წმენასავით დამცავი. ყველა იმნაირ ადამიანს მივესალმებ. ჩვენ დღეს გვაქვს ახალი რა კარგი ხანია საქართველოს ბაზარზე არსებობს, მაგრამ სანამ გარკვეული დრო არ გავა და სანამ ადამიანები პრაქტიკას არ ავიღებთ, მანამდე გვიჭირს თოფზე ხმა კარგია, ცუდია, რასაკეთებს და აკეთებს არა იმდენს, რომ უბრალოდ მონადირის პატივისცემა დაიმსახუროს და აი თოფის წარდგენა გინდა ჩვენ. ეს არის ფიასჩესა. მისი ისტორია არის ესეთი, რომ წარმოება არის დაწყებული 1955 წლიდან და აწერია კიდევაც. მე ამ თოფის ყიდვას ვაპირებდი რეალურად რაღაცა ორლულიანზე ფიქრი რომ დავიწყე კლასიკურზე, ბოკზე ეგრეთ წოდებულზე. პირველი მივადე კი ამას, იმიტომ რომ ყველაზე ხელმისაწვდომი თასი ჰქონდა და ნაკეთობას რო დავათვალიერე ძალიან მომაწონა თავი. ერთადერთი მიზეზი იყო იმ დროს როცა ეს არ ვიყიდე, რომ სავაზნები არ ჰქონდა ქრომირებული. და არც ისეთი ამოპრიალებული არ იყო, რომ სიპრიალული გულისთვის მაინც მიფროდა გული და კონუსიდან და წინ ყველაფერი რიგზე იყო და ამიტომ შევიკავე თავი. მე ასე იყო თუ ისე იყო, ამ ძებნაში კი ვიცით, რომ ატსპ შევიძინეთ და აი ამ ყველა გამოცდილებიდან გამომდინარე მე ამ თოფს გავუკეთებდი რეკომენდაციას რა. ეს თოფი იყიდება საქართველოში, მე რაც მაქვს ნანახი ყოველ შემთხვევაში, მახსოვს ხელზეც შემოხუნდათ ხოლმე ბიჭებს, სანამ ამის ფუფუნება იყო თურქეთიდან და ყიდიდნენ ხოლმე და ერთი კიდე დინამოს კუთხეში რომ მაღაზიაა, აი იქ იყიდება ღვთისმოს მაღაზიას რო ეძახით, რამაზი ჯიქია სადაც მუშაობს, ძალიან კარგი ადამიანი, კარგი პიროვნება, კარგი კაცი და ქართველი და შესაბამისად თავის საქმის მცოდნეც ძალიან კარგი რა. მოკლედ მაგათთან იყიდება. ეს რეკლამაში არ ჩავმოწოთ, უბრალოდ ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ მაღაზიებზე სკეპტიკურად ვართ განწყობილი რაღაცა მთელი თემები და ამ მაღაზიამ და განსაკუთრებით რამაზიმ იქ მომუშავე ადამიანმა მონადირეებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავისი ისე და ისე რაც აღნიშნე კაცური და ადამიანური დამოკიდებულებით, გათვალისწინებით და პატივისცემით და ამიტომ ვახსენებ რამაზის პიროვნებას მინდა რომ გაუხსვა ხაზი, რომ არის ძალიან მაგარი ბიჭი, ყველანაირი გაგები. ჩვენ ფიასჩესა გამოიყურება ესეთნაირად, ცალკე ერთი ტანი. შემდეგ რა თქმა უნდა მოყვა 5 ჩოკი სტანდარტულად თავის кейსით. ეს ახლა ცელოფნებში იყო და ეს ცელოფნები და რაღაცები პარკები გაძრობილი გვაქვს და ესეთი თოფია. ახლა ერთი მოწყობით ავაწვოთ, შევხედოთ და მერე ავხსნათ რაღაცეები. იწყობა კლასიკურად, ჩვეულებრივ არაფერი განსაკუთრებული. არის ეგრეთ წოდებული ეჟექტორებზე. არის სელექტორულ დამცველზე და სელექტორული დამცველს ანუ თათიკის, ანუ ლულის ცვლა როცა გვინდა, გააჩნია შუალედური გადახდის ღილაკი, რაც მე ძალიან მესიმპათიურება და ორჯერ მეტ მნიშვნელობას ძენს ამ თოფს. კარგ მნიშვნელობას ჩემთვის, იმიტომ რომ ატსპ-ზე ვიცით, რომ უკან როცა არის, ანუ მცველზე როცა აყენია თოფი, მაშინ უნდა გადაწიო მარჯვნივ მარცხნივ და იმის მიხედვით მიწიო წინ. ერთ სეზონი ვინადირი ატსპ-თი და ერთად-ერთ მინუს ჯერჯერობით, რაც მე ატსპ-ს ვნახე, ვიტყოდი რომ არის ეგ, რომ ანუ არის მომენტი, რომ აი თოფის შეგდების მომენტში გიწევს გადაწყვეტილების მიღება, ანუ ფართო გამშლელი ჩოკით ესროლო თუ
უფრო ძლიერი ჩოქით რა და ეგ მოქმედება უკვე რო ინსტინქტი წასულია კანკნოკა მიწეული გაქვს წინ უკვე თოფის აგდებას რო იწრებ ასე რომ ვთქვათ და მე უკვე უნდა ჩამოწიო გვერდზე გაწიო წინ გაწიო რა ან მინიმუმ გვერდზე გაწიო წინ გაწიო გინდაც მიწეული არ ხონდეს წინ და უკან დაბრუნება არ გჭირდებოდეს გვერდზე უნდა გაწიო და წინ მიწიო ანუ ორი მოქმედებაა რა და ამ მოქმედებებში ატესპეს ცუდი რაც აქვს ანუ ეს გადაწევა სრულყოფილი თუ არ იქნა ანუ ისეთნაირ შუალედურზეც დგება და რომ მიწევს ამ კნოპკას წინ ხო გგონია რომ მიწეულია და ანუ შუალედურზეა აი წკაპი დაძახებულია და სასწრაფო ფიცატრები და არის აი ეგ მინუსი უნახე ეს ანუ სრულყოფილად უნდა გადაწიო გადმოწიო და აქ ამდენი ჩალჩი არ არის საჭირო გინდა არ გინდა მიწოლით ეგრევე წინ მიდის და მე ზევიდან გადართვა გადმოთვა გინდა თუ რა გინდა აკეთებ ამით და აი ეს ვატაესპერს ხონდეს ვაფშე ნუ პირველი ტოპი იქნებოდა აი ჩემთვის თურქულებში ყველანაირი გაგებით ეს ამისი ერთი პლუსი ამავდროულად რახან ამაზე ვსაუბრობ ალბათ გახსოვთ მე დავდე ვიდეო სადაც ეს გამოვასწორე ანუ მცირე ხარვეზი ქონდა მაგრამ ეს ისეთი ხარვეზია რა არის მაგვარი ხარვეზით იტალიურ ტოპებში შემხვედრია და სხვა ეგრეთ წოდებულ უკეთეს თურქულ ტოპებში შემხვედრია ანუ ძალიან უნიშნელო რაღაცა რა საერთოდ ჯამში ტოპი ვიზუალურად ესთეტიკურად წარმოჩნდება ასე აქვს მინიმალისტური გრავირება არა სიღრმისეული გრავირება არამედ ზევიდან დახატულივით რაღაც ლაზერით მიცემული ფერები რაც ერთგვარ ესთეტიურ მხარეს აძლევს და კარგი სასიამოვნო შესახედია თქვათ უბრალო და რაღაცა უმნიშვნელო შთაბეჭდილება არ აქვს რაღაც ღირებულებას მატებს ვიზუალური კუთხით თობს რაც შეეხება ნაკეთობას რა თქმა უნდა რა თოფიც არ უნდა იყოს ყველა ვარიანტში ვამოწმოთ ლულებს და მთელ ამ მიყოლებას ჩაკეტვის სისტემას ლულის კალაპოტის ძირითად ბლოკთან მორგებას და ლულის ბლოკის ძირითად კალაპოტთან მორგებას და ასე შემდეგ ეს აუცილებელია მაგის მიხედვით უნდა ვიყიდოთ თოფი წონა ამ კონკრეტული თოფის არის 3 და 400 რაც ძალიან სასიამოვნო წონა არის რაც შეიძლება ჩემი არის 3 და 600 და ვიცი რომ სპორტული მიმართულებაა და საერთო ჯამში ეს თოფი ასე რომ ვთქვათ ჩაკეტვის სისტემაზე რო ვისაუბროთ აქვს ძველებური კლასიკური ნუ თლაძველებური არა კლასიკური ბრაუნინგის სისტემის ჩაკეტვა ასე რომ ვთქვათ თავისი პერდეს ჩარჩოთი ანუ ურდული შედის ქვევიდან ამ ფეხებში რომელიც ფეხებიც აქ ჩამოდის აჭდები აქ და იქ შედის და არის ძალიან საიმედო ანუ მარტივად რო გითხრათ ვინც არიცით აი ჰუგლუ როგორც არის ჩათვალეთ რომ ჰუგლუა უბრალოდ ფიასჩესა ქვია და თქვათ შეიძლება ჰუგლუსგან შედარებით კონდეს უფრო ნაკლები ხარისხის ლულის დაფარვა დეტალების დამუშავება აი დაპრიალება შიგნით მექანიზმის გაპრიალება თვითონ კონკრეტულად ამ რაღაცების დეტალიზაცია ანუ მინიმალისტურამდე შესრულება რასაც ქვია რომ იქ ცოტა მეტი რამე არ იყოს წამოწეული რკინა ის ესეთ რაღაცეები ჰუგლუს უკეთესია მაგრამ საერთო ჯამში რო აიღო არის ფიასჩესა ქვია და არის ჰუგლუ რა მარტივად რო აგიხსნათ სისტემურად რა მაგრამ ჰუგლუსგან განსხვავებით რაც მომწონს ამ თოფში არის ლულების კარგი შედუღება შუალედური თამასაც და სამჯერნე თამასაც რაც არის დადუღებული ეს არის ასე ვთქვათ ყოველგვარი იამკების მიტაცებების და ყველაფრის გარეშე რა ანუ ნორმალურად კარგად იდეალურობამდე დონის შესრულების ლულები აქვს რა და ანუ საერთო ჯამში რო გადიხარ თოფთან კონტაქტში ხვდები სად არის ეკონომია გაკეთებული რის ხარჯზეც ეს თოფი ღირს 1500 ლარი ერთ სასხლეტიანი ნუ ესე ყველაზე ბიუჯეტური ალბათ 1400 აქვს და ყველაზე მაქსიმუმ 1600 თუ რაღაცა რა ორ სასხლეტიანი ერთ სასხლეტიანი ინჟექტორები თუ ანუ ექსტრაქტორით
გააჩნია რა მოდიფიკაცია გინდა იმის მიხედვით განსხვავდება ფასები რა. ხელში არის ძალიან ერგონომიული, ეხლა ცენტრი ცოტა წინ ძალავს, იმიტომ რომ უკან ეს პიტჩი მოხსენდა ძალიან საკმაოდ დიდი ღრმული აქვს ატასკან შედარებით, ანუ წონა ამორიდებულია აქედან და მაგის ხარჯზე ოდნავ არის ცენტრი შეცვლილი რა, ოდნავ ალბათ 1 სანტიმეტრით რა, მაგრამ ეს ვიცით რომ არის პირობითი ვარიანტი ვიღაცას მოსწონს ცოტა წინ წასული თოფი სიმძიმე რო წინ მიდის, ვიღაცას მოსწონს უკან და ვიღაცას 100%-ით გაშვალედებული უნდა იყოს ეგრეთ წოდებულ ღერძზე. ბევრისთვის აქვს ამას მნიშვნელობა და ამის მომხმარებლისთვის, ჩვენი მეგობრისთვის, გიორუაძესთვის, ამას არ აქვს მნიშვნელობა, პირიქით ძალიან მოსწონს რა. სამიზნე თამასა არის 6-7 მმ სიგანის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 8 მმ რო არ არის, ეგ ზუსტად ვიცი. კიდე რა შეიძლება რომ ითქვას, ხო, ანუ ისეთი ბიუჯეტის თოფია, რომ აი ალტერნატივა და კონკურენტი არ ყავს. და არის აბსოლუტურად ყველანაირი გაგებით გათვლილი მონადირისთვის, რომ იყოს გამართული ტექნიკურად და ვიზუალურად და ერგონომიულად, აი ისეთი ოპტიმიზაცია ჩადებული ამ თოფში და ისეთ ფასშია დასმული, რომ აი სუფთად მონადირის თოფია, ასე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომობით და თავისი ყველა შესაძლებლობით. ლულის გაბურგულობა და ეს მეტალის გაბურგულობასაც ვიტყვით აუცილებლად. ჩოკების სტანდარტი უბრალოდ სახათ აგერ ვაჩვენოთ. არის ჩვეულებრივი მობაილ სტანდარტის ჩოკი 5 სანტიმეტრიანი. საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. მარტივი ტესტი ჩავატარეთ, რომ აზრი შეგუქმნოდა და ამის სურათებს გამოვაჩენ, ვიდეო არ გადაგვიღია მაგაზე. და ნუ ანუ სტანდარტული თოფი არაფერი განსხვავებული, მაგრამ განსხვავება და ანუ ესე რომ ვთქვათ, თოფისადმი ინტერესი იწვევს ის, რომ თითქოს ერთ შეხედვით სტანდარტულია განსხვავებული არაფერი, მაგრამ იმდენად კარგია საერთო ჯამში, რომ ანუ სასურველი თოფია რა, ასე რომ ვთქვათ, ეგ იწვევს აღთვალებას, რომ ესეთ მინიმალისტურ შესრულებაში თუ ამდენი პლუსი თავმოყრა შეიძლებოდა და ამ ფასის დასმა მე ვერ წარმომედგინა, ასე რომ ვთქვათ. ლულის გაბურღვას რაც შეეხება, ეს კონკრეტული თოფი არის 71 სანტიმეტრიანი 71 სანტიმეტრიანი ლულით. შეგვიწერია რომ არის 40 გაბურღვის კი არა მეტალით აწყობილი, როგორც ლულა, ისე უკან კალაპოტი, ლულის კალაპოტი, ისე ბლოკი და მთლიანად თოფზე რა მეტალიც არის 41-40-ის მარკის სალულე მასალა გამოყენებული, 1400 ბარზია დატესტილი, 18 და 4 აგერ ლულებზე ალბათ ძირში ხედავთ, რომ 18 და 4 გაბურღვა უწერია. შარნირები აქვე ვიტყვი, რომ ეს შარნირები ATSP-ზე უფრო სქელი აქვს, ვიდრე ATSP-ს აქვს, რაც კიდევ უფრო, ასე რომ ვთქვათ, განძლე თოფის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს ეშვები კიდე კი ვიცით, სადაც ჩამოდის და რასაც ასრულებს. მაგრამ ლულის გაბურღვა ამას აწერია 18 და 4 და მე გავზომე და რეალურად ამოვიდა 18 და 2, 18 და 25-მდე. ანუ 18 და 2 გაბურღვისაა, ასე შეიძლება ითქვას რა. და ნუ აწერია ფიასჩესა და მეტი ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არაფერი. კაი, მოკლედ აქ გვიწერია გამოშვების რიცხვი, მე რამდენი გამოშვება, ესე იგი მეათე H25 ანუ 2025 წლისაა თუ არ ვცდები და მე-11 გამოშვება კი 2025 წელს გამოშვებულია, მე-11 თოფია ეს თვითონ. აგერ ამას უბრალოდ მისი დააფოკუსა, მაგრამ ისევ გავედით ფოკუსიდან. ხო, მოკლედ ძნელია ეს ამბავი ახლა. ხო და ნუ არის TCR 870 მარკის აღნიშვნა, ანუ ხარისხის კონტროლი. რაც ეს ხარისხის კონტროლი გადის
და მოიცავს ევროპის ქვეყნებსაც ასე რომ ვთქვათ რა. ანუ საკმაოდ მაღალი ხარისხის კონტროლი აქვს. ეს არის მოკლედ თამთოფის ცალსახა მიმოხილვა. ხო კიდე რა შეიძლება რომ ითქვას მოკლედ შემოწმების დროს იქ რომ სინჯავდით თოფს რამდენად აწყობილი კარგი აწყობა იყო მან რა შევა ისევ დააგაასწორა ფოკუსი. მოკლედ აქ ქალად ამჩნევია შეხების ადგილები კალაპოტთან მიმართებაში, TCE აღნიშნა აქ, რაც არის თურქული ხარისხის კონტროლი კიდე და საკმაოდ ხარისხიან კონტროლად ითვლება. ამასაც დავამატებდი. და რა ვიცი, აი ერთიანობაში არის ძალიან კარგი თოფი. აი ეს ჩაკეტვა შარნირებზე ხო ვისაუბრი, ATSP-ზე უფრო დიდი შარნირები აქვს. კი ATSP-ს პლუსი არის, ანუ ამას აპირებს აინტერესებს ბიუჯეტიდან გამომდინარე სხვაობები და იმიტომ საუბრობ. ATSP-ს სხვაობა ეხლა ის არის ამის შარნირთან შედარებით, რომ SP-ს შარნირი შეიძლება ამოიღო და ახალი ჩაპრესო. ამას აქვს ინტეგრირებული არა, ამასაც ჩაპრესილი აქვს, ნახე შენ. ამასაც ჩაპრესილი აქვს. აი აქ კანტი ეთყობა. მოკლედ ამასაც ჩაპრესილი აქვს, ანუ პრესით შეიძლება რომ გამოიღო ეს და ახალი ჩასვა, ანუ სიცოცხლის უნარიანობა შეგვიძლია გავზარდოთ. მე მგონი აღარ დარჩა ATSP-ს უპირატესობა ამასთან მიმართებაში გამძლეობის კუთხით რა, შარნირებთან მიმართებაში. მე ეს ეშვები სადაც ჩამოდის, ასე რომ ვთქვათ, აი აქ შედის ის პერდეს ჩარჩო, რაც კეტავს ესეთი ურდული ამას, რომ გახლეჩვის დროს თოფი პლუს გადაწყდება ხოლმე, ანუ მიდრეკილება ესი აქვს აფეთქების დროს და აი ეს მასიური ის კეტავს ჩარჩო, ანუ 100%-იანი გასვლა გვაქვს ჩარჩოსი და 100%-იანი ჩასვლა გვაქვს ამ ეშვებისა ძირითად კალაპოტში. ეს შემოწმებულია და არის აი სრულყოფილების დონეზე არის შესრულებული მოკლედ ამისი ჩანკეტის სისტემები რა. და რო თქვა რომ აი ბევრ თოფში ვეძებეთ და რაღაცა ესე არის რომ მე მგონი რაღაცა ორ თოფში ავარჩიეთ სულ ხო რა. და ისიც იმ თოფსაც სამხრივ ყველაფერი იდეალური ქონდათ ამისი სასხლეტის სირბილე და დამცველის მიწევის სირბილე მოგვეწონა. კი ბატონო. ეგ იყო სხვაობა, მეტი არაფერი. ხო, კიდე რა შეიძლება რომ ითქვა სამთოფზე. მოკლედ ძალიან კარგი თოფია, კარგ ფასად. ყოველთვის ვიტყვი ხოლმე და მე ეს იახდება ხოლმე რომ ეს რაღაცებს რომ ამბობ მეთქი მე ძვირდება ან ხება მეთქი და ნახო დაველოდო. ხო, ავა ნახოთ ეხლა კიდე ერთი წინასწარმეტყველება თუ ასრულდება. მაგრამ რა ვიცი ეხლა ვისაც თოფი ესმის ტექნიკური კუთხით ასე რომ ვთქვათ რა. ვისაც თოფი ესმის და ნახავს შეამოწმებს და შეაფასებს, მიხვდება რომ ერთი სუფთა სანადირო, აი თითქმის უკვდავი თოფია. მონადირის ხელში ეს თოფი არის უკვდავი, უნდა ეცადო რომ გამოიყვანო მდგომარეობიდან ეს თოფი რა. შიდა მექანიზმი ამისი ამ კნოპკის მოგვარების ამბავი რო აჩვენე და რა უმარტივესი რამე იყო მოსაგვარებელი კი ნახავდით და იმასაც ნახავდით რამდენად ხარისხიანად არის შიგნიდან შესრულებული და ზოგილია ვთქვათ ხის გრადაციაში, მაგრამ არც თლათ ისეთი ხი არა აქვს რომ თქვა აი გული რო არ მიგივიდეს და აი რაღაცა ხელში ვერ დავიკავებ. რაღაცა არის რა, იცი რომ კაკალია, შეიძლება რეიკის იყოს კაკლიზე რეიკის ეგრეთ წოდებული, მაგრამ კაკალია და მაინც თავისებული ფაქტურა და სტრუქტურა აქვს და იმ მინიმალისტურ დამუშავებაში და აპრიალებაში ამ ამბებში არის სხვაობა. აი ეგ განასხვავებს ფუგლუს ფასს და ამის ფასს ერთმანეთისგან. ფუგლუ 2000 ლარიდან და ზევით რო ღირს და ეს რო 1500 ლარის ფარგლებში ღირს. ზუსტად აი ეგ არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ აი ხდები სად არის ეკონომია გაკეთებული და იმ ეკონომიას ცალკე აღებული მონადირისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ რა შესრულებაში და ფასში კი ძალიან დიდ შეღავათს აძლევს მონადირეს, რომ იქონიოს ეს და იყოს ბედნიერი რა. მოდი ახლა შევამოწმოთ, ჩვენ ვიცით რომ თოფის სასხლეტი
ანუ დასხლეტვის წონა თოფის წონას არ უნდა აღემატებოდეს. კონკრეტულად რამდენი უნდა იყოს, ეგეც მაგისი ასე ვთქვათ ნომინალებიც არსებობს. საუკეთესო ვარიანტი არის 2 კილო და კილო ნახევარი. აი ფარგლებში კილო 800-დან კილო ნახევრის ფარგლებში რა. როცა ორ სასხლეტიანები იყო ხოლმე იქ ერთი სასხლეტი სადაც 2 კილო 800-ის ფარგლებში უნდა დასხლეტილიყო, მეორე სასხლეტი კიდევ უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მოკლედ როგორ მოწდება აი ყიდვის დროს რამდენად მსუბუქი აქვს თოფ სასხლეტი, ეგ რო ავხსნათ, მაგის იმპროვიზაციას გავაკეთებთ ახლა. ყოველთვის მიყვარდა ხოლმე უკანა სასხლეტის როლა. როლია. ხო არა? ოიდო რბილი იყო. კი ბატონო. ხო და აი ახლა მოდი აბა გავუშვათ ხელი და შეგრძნების დონეზე ვისაუბროთ. აი როგორ იცი თოფის წონა არ დაჭირდა რო ვთქვა რომ აი ნახევრად ქონდა გაშვებული და მაშინ დასხლტა არა სადღაც ბოლოსკენ ვიყავი გასული ალბათ 3 კილოსკენ და წესი დარიგით კლასიკურად 3 კილო ითვლება მძიმე სასხლეტად მაგრამ თავარია რომ არ აღემატებოდა მე ვერ ვიგზავნა არ ვიცი სროლაში ვერ ვიგზავნა ხო ეხლა ემოციებში აჰა ვერ გზო მაგას იგივენაირად დასხლტა დაახლოებით ესეც ანუ სასხლეტის სიმძიმე რაც განაპირობებს ხშირად როცა არის აცდენები ხო აი შეგდებული რო გაგდა ფრინველს მიყვები ან მარცხნიდან მარჯვნიდან მარცხნივ კონკრეტულ წამზე და როცა თოფის წონას სასხლეტი აღემატება უნებლიეთ აი რო სხლიტა და ამ თოფის წონას რო აღემატება სასხლეტი აი ესეთი მოკაჩვა ხდება რა აი ესეთი მოკაჩვა და თუ მარჯვნიდან მარცხნივ მიყვები და აი ესე მოგეკაჩება უნებლიეთ თოფი რასაც ჩვენ ვეგზავნა ლიჟბი გავარდეს იმ დროს რა ამ ვარიანტში ხარ უკვე რაც წინსწრებას გაკეთებული უკანა ხევინით თოფს მიხვდი ხო და თუ მარცხნიდან მარჯვნივ მიყვები ხო პირიქით ზომიერი წინსწრება რო გაკეთებული ხო მე უფრო მეტზე გადიხარ რა თქვა სტატიკურ მდგომარეობაში გაჩერებული სამიზნეზე სროლის დროს გადახრები გაქვს ზოგს ცოტა მარჯვნივ და ზევით მოზის ზოგს მარჯვნივ და ქვევით მოზის ზოგს აი ესე მოკლედ მარჯვენა მხარეს გადახრები ეძალება ხოლმე მისროლების დროს რა და ამიტომ არის ოქროს ნიშნულად აღებული რომ თოფის წონას არ უნდა აღემატებოდეს სასხლეტის სიმძიმე და ეს სასხლეტი ამ შემთხვევაში ზოგ მონადირეებშიც არის იგივე პრობლემა როითის რო უნდა გამოკრას მაშინ აკეთებს რაღაცა იმასეთ რაღაცას ბევრზე შემიმჩნევია კი იმიტომ რომ ის ერიდება რომ ეხლა ის გავარდება და დიდი ხო აი ეს რაღაცა ის რა ქვია რაღაცა სახე არ მომაგლიჯოს და ბეჭი არ მომაგლიჯოს და კი ეგ ისინი არის მაგრამ მე რეალურად აი ირაკლის ხოხაძე მიყვარს ვიждები მაგ ადამიანზე იქიდან გამომდინარე რომ როცა რამე მითხრა და მასწავლა ყველაფერი პრაქტიკაში განვახორციელე და აი ზუსტად დაჯდა ხოლმე რა აი ჩემი ნომერი პირველი მასწავლებელია მაგის გარდა ბევრი მასწავლებელი მიყავდა ასე რომ ვთქვა მყავდა და მყავს და იქნებიან ყოველთვის დიდი პატივისცემი უფროსები ჩემზე უმცროსები ჩემი ტოლები ანუ კითხულობ რომ მაინტერესებს და პასუხს არავინ არ მომადლის და ირაკლი მიცოდა ხოლმე ამ სტოგერზე მქონდა დაახლოებით მასეთი ვერ ხვდებოდი რა რატო ვერ ვარტყამდი და აბა დააკვირდიო სასხლეტი ხო არ არის მძიმეული რომ უნებლიე მოკაჩვა არ გქონდეს თოფსეო და არ გადიოდეო სასროლი ხაზი და მარტო ის კი არ არის რომ ამ დროს რო შენ რაღაც აქეთ წინსწრება მეტი მოგივან აქეთ გასწრებულზე უკან ჩარჩები ანუ ეს თავარი ღერძი აი რაზეც მოძრაობ ჰორიზონტში ამ ჰორიზონტის ხაზს გირებს ანუ ან მაღლა და გვერდზე მოგდის ანუ ყველანაირად ცდები მიხვდი ანუ გადიხარ იმ სასროლი არეალიდან რაშიც ფრინველი უნდა მოაქციო და აი ირაკლი მიმაქცევინა ყურადღება და აღმოაჩინა პრობლემა მქონდა როგორც დავამსუბუქე სტოგერზე სასხლეტი ეგრევე დაალაგდა ყველაფერი და დავიწყე სროლა და დავიწყე რა ამასთან გვაქვს რამე შანსები რომ დავამსუბუქო ამასთან ახლა არ ჭირდება მე თქვა ჩემი აი თოფის წონას ლამის 4 კილომდე იყო თოფი და რო დავიკიდებდი აი ესე უნდა დამექნია რომ გადასხლტილიყო რა და ამას არ ჭირდება და აი წერან შენ ხო თქვი რომ მე ვერ ვიგძენი არ მიქცევ მოძრაობაში და ვით უმეტეს არ მიყვარს ხმელისას ხო მოკლედ აი ესეთი თოფია რავი კიდე რა შეიძლება რომ ვისაუბროთ ამ თოფზე ესე უცბად არ მახსენდება
ну ეს არის Fiat დანარჩენი სეზონზე ვისაუბროთ დანარჩენი სეზონზე. ხო, სეზონზე ახლა ეს ახალი ნაყიდი გვაქვს დაახლოებით 1 თვე იქნება, არც იქნება და მოკლედ ტესტებიც ვერ მოასწარეთ წესიერად. და სეზონზე დაიდება ამისი რეალური შედეგები. ხო, ესეთი მინიმალისტური საღვედე სამაგრი აქვს, რაც ცალკე აღებული დაბალი კლასის შესრულებად ითვლება ტოპზე და ბევრი ამას იმახინჯესაც ეძახის და რაღაც მომენტში დავეთანხმები, იმიტომ რომ როგორც ცალკე აღებული უხეშად ვთქვათ, როგორც პირდაპირი გაგებით ტოპში სვარკა არ მოსულა, ისე არ მოსულა ესეთი რაღაცა ჭანჭიკები რა, ისეთი შურუფები არ მოსულა რა. კლასზე მიუთითებს. ერთი ეგარ მომწონს მაგ ტოპში, დანარჩენი ჩემთვის არის იდეალური. დანარჩენი არის ჩემთვის იდეალური. აქამა შესრულებული მიჩრჩილები, რომ აი ერთი პატარა ის რომ მიეჩრჩილათ არაფერი არ იყოს საერთოდ რა. ხო ესეთი თეთრი ფერის რკინის სამიზნე კორა აქვს წინ. და ძალიან კარგია, რა ვიცი, რა ვილაპარაკო, არ ვიცი, მოკლედ რა. ძალიან მომხიბლა და შეიძლება ვიყიდო კიდევაც, იმიტომ რომ უბრალოდ მომხიბლა. აი, როგორც გორდიონი არის ისეთი ტოპი, რომ ბევრ ტოპს პასუხობს თავისი მინიმალისტური მოცემულობით, ერგონომიით და ყველაფრით და აი უნდა გედოს ისეთი ტოპია, რომ უსაშველოდ არასდროს უნდა გედოს, იგივენაირად არის ესეც რა. აი შეგიძლია რომ გედოს რა, ასე რომ ვთქვა. ან გქონდეს და იხმარო თამამად არ დაგენანება ხმარებაში რომ არ იქა და იქ რაღაცა გარეთ დაფარო არ გაუფუჭო და რაღაცა ან გადასაგდები გარეთ დაფარო ამასაც არა ანუ არანაირი სიშავე და ის ნაჭრის გასმის შემდეგ აქედან არასრულად არაფერი მაგრამ ну სისქე სიპრიალე სიგლუვე ეს ყველაფერი გველაპარაკება ცალკე აღებული ხო ხარისხზე ну 1000-თან ვერ მოვა ახლა ამისი დაფარვა 1000 თურქულებში ყველაზე კარგი დაფარვა ასე რომ ვთქვა ხო და მოკლედ ესია 3 და 600 არის ჩემი ატა 3 და 400 არის ეს თავის დროზე ერთ-ერთი ფაქტორი რო არ ვიყიდე იყო კიდე წონა რომ აი რაღაცა მსუბუქი მინდოდა ორლულიანი და მსუბუქი აი 3 კილო 3 და 200 მაქსიმუმ და ამ ხეტიალში მივედი ატამდე და მივხვდი რომ რაც მძიმე მით უკეთესი ჩემთვის კლასიკური ტოპი რა ანუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სხვა სამოსახლოს ვერ შემოახვევ და ესეც დაახლოებით დადის 1000 წონაში. ბევრი ატა ვიცი, მათ შორის 3 და 5, 3 და 4 წონით რა. ეგ არის ხის სიმკვრივეზე და შესაბამისად ის ხის სიმკვრივე თამაშობს მერე წონაზეც რა. ესეთი ამბებია მოკლედ ბატონოჩო. სხვა რა შეიძლება რომ ვთქვათ. მოკლედ ამავდროულად მინდა ვთქვა ისიც რომ როდესაც ამისი მცირე ტესტი ჩავატარეთ, იმიტომ რომ შეგვედარებინა ახლა რო ვისროლეთ ამ ტოპიდან და ვნახეთ რომ კაი მისროლა აქვს, მოგვეწონა, მივხვდით რომ კაი ტოპია, მაგრამ რაღაცა კაი ტოპს რო ადარებ, მე უფრო ხვდები უკეთესია, უფრო ნაკლებია, შუაში დგას თუ რას აკეთებს. ხო და ამისი ორივე ლულით ვისროლეთ, ზედა ლულითაც და ქვედა ლულითაც, ანუ ქვედა ლულამ უფრო ძლიერი მიტანა აჩვენა ზედაც არ იყო ნაკლები ქვედამ განასხვავა რაღაცა 3-4 მასვლით მაგრამ ძალიან მჭიდრო და დახურული მიტანა ქონდა ამას გულისხმობ ძლიერ მიტანაში ამ 35 მეტრიდან ქონდა თითქოს გაშლა დაწყებული როცა ზედალულა აი 35 მეტრაზე უკვე სრულად მოიცვა 75 სანტიმეტრი წრე და შევადარეთ ATSP-ს, ჩემს ATSP-ს, რომელიც ძალიან მომწონდა, ძალიან მაგარი შედეგები მაქვს დადებული და ალანფარს კედანზე ნადირობის ვიდეოები მითნახეთ. გინახავდით როგორი კარგი მანძილებიდან ვიღებდი ფრინველს 64 მეტრაზე დამჯდარ ხეზე პრობლემა არ მქონია ჩემი ტოპით და აი ჩემს ATSP-ს, აი ამ კონკრეტულმა ტოპმა ბალისტიკურად ასე რომ ვთქვათ, აჯობა მარცვლების მიტანის რაოდენობით განაწილება ერთნაირად უკეთესი ქონდა ჯობნაში რასაც ვთვლი ამ შემთხვევაში არის მარცვლების რაოდენობა განაწილება იდეალური ქონდა ორივეს ისევ და ისევ ვიმეორებ ჭრაში ოდნავ აპლიუსებდა ჩემი ATSP მაგრამ ეს იყო გრძელი ჩოქის სტანდარტის დამსახურება და როგორც ამ ტოპზე დადგება გრძელი ჩოქის სტანდარტი ზუსტად იგივენაირად ავა ATSP-ის დონის ჭრამდე და ATSP-ს ჭრა კიდე სხვადასხვა ვიდეოებში, სხვადასხვა ტოპებზე მაქვს შედარებული და
კი იცით რამდენად კარგი თოფი აქვს. ანუ 1-1-ია ჭრაში და ბალისტიკაში მარცვლების რაოდენობით დაუპლიუსა. საკმაოდ სადღაც 137 მარცვალი მიიტანა 5 ნომერში ჩემმა და ესპემ და ამან მიიტანა 157 თუ 16 სადღაც 25 მარცვალში იყო მე მგონი სხვაობა როგორც მითხარი. საშუალოდ 20 მარცვალში იყო სხვაობა და 20 მარცვალი ცოტა არ არის 5 მარცვალი 6 ჯანდაბას, მაგრამ იმიზევით უკვე საკმაოდ ალბათ გზელი კონუსის გამო ხო? ხო, აი ეგ დამავიწყდა. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თოფში და რატომაც მომწონდა თავიდანვე და მე დიდი პრაქტიკების შემდეგ რატომაც კიდევ უფრო მომეწონა და ურჩი გიოს რო ეს თოფი ეყიდა. სავაზნიდან გრძელი კონუსი აქვს გადამავალი, აი რეტაის ხო, აი რეტაის დატას რო ჩახედავ, ეგრევე ვხვდები რომ რეტაის ორიერ უფრო დიდი გადამავალი კონუსი აქვს სავაზნიდან ლულაში და აი როგორი სხვაობაც არის ატასა და რეტაის შორის, იგივენაირი სხვაობაა რეტაისა და ამას შორის კონუსის სიგრძეში. ანუ ძალიან გრძელი კონუსი აქვს თურქული თოფების უშვეულო, ასე რომ ვთქვათ, და ვიძახოდი რომ ამ თოფს უნდა იქნებინა კაი ბალისტიკა. თავიდანვე ამბობდი, თავიდანვე დარწმუნებული. აი მის გულისთვის ამან უკეთესი უნდა აჩვენოს. არ არის გამორიცხული რომ ატას და მსგავს თოფებს გადაახდეს ბალისტიკაში მეტი. ამავდროულად ვიტყვი რომ რეტაისაც საჯობა, იმიტომ რომ ატა და რეტაი ჩემები ჭიდაობდნენ და ატა უპლიუსებდა და ამან სერიოზულად დაუპლიუსა ატას რა. და აი ის გრძელი კონუსი რაც არის აქ, მე ვფიქრობ რომ ერთი დიდი როლი არის იმაზე მოსული, რომ ესეთი კაი მიტანა აქვს ამ თოფს რა. ვინც შეძლებს რომ იყიდოთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ოღონდ რა თოფსაც არ უნდა ყიდულობდეთ, იცოდეთ რომ წინასწარ უნდა აარჩიოთ. რა თოფიც არ უნდა იყოს, უპირობოდ უნდა აარჩიოთ. ეხლა ეს თოფი უცოდინანით რომ მისულიყო და რამაზის გამოეტანა და მიეცა, იგივენაირი კაი იქნებოდა იმის ხელშიც, როგორც არის ჩვენს ხელში. მაგრამ ეს იქნებოდა შემთხვევითობა, რომ კაი ნაკეთობაა და შეხვდა კაი და მორჩა. მაგრამ ვიცით რომ არის ხარვეზული ნაკეთობები და ის რო არ შეგვჩეს. შეიძლება შეგნებულად იყიდო ისეთი ნაკეთობა, მაგრამ ქემაინც იცი რომ ის ისეთია და არ გაქვს რაღაცა მოლოდინები. და როცა დიდი მოლოდინები გაქვს და მე უცბად ენარჩები ჰაერიდან მიწაზე ძნელია ძალიან და სხვათა შორის უშენოთ როგორ უშენოთ რომ ისულიყავ ასარჩევად რა და მე მეთხოვა შეთვის რომ აი შემიხედე თოფსა მაინც ამაზე გავაკეთებდი არჩევას ხო ნუ ეხლა ჯერ ვიზუალით და შემდეგ უკვე გავივლიდი იმ დეტალებს რაც ახასიათებს რა ვიკითხავდი მაგ დეტალებს რა ბატონო კი ეხლა შემიქეთ დაჟე რა რუსული თოს მაინც მე საიდან მაგ მაინც რუსული არ ვიცი და რუსული თოს შენ ისეთ შეკითხვები დამისვიქ რაღაცებზე ეს რამე სხვა ნიშნავს ის რამე სხვა ნიშნავს რომ საკმაოდ კრიტიკული მიდგომა გაქვს რა ან კაი გაგებით კრიტიკული მიდგომა გაქვს არ არის თუ როგორი უნდა იყოს არ შეგეშლებოდა რა თქმა უნდა არანაირად არ შეგეშლებოდა მაგრამ ხო არიან ადამიანები რომ მიდიან არიციან და იღებენ და პირდაპირ გონიათ რომ იციან ხო აი ძალიან კარგი სხვასაც არ უსმენენ კი ბატონო მოკლედ წავედით სანადიროდ სეზონამდე აჰა აგერ მოყვა თავისი წიგნიც ეს თავში უნდა წარმოიდგინა მაგრამ ბოლოშია რუსულად არის სხვათა შორის არ წამიკითხია ვერ ვიტყვი რა მონაცემები უწევი ახლა აქ ვთქვათ 12 კალიბრის 76 მმ-იანი სავაზნით უყურე შენ ანუ ლულის გაბურღვა 18 და 3-დან 18 და 4-მდეო მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ 18 და 2 აქვს რეალურად რაღაცა არ ვყუდები ხოლმე და კაი ჯანდაბას მოვტყუდი არ არის პრობლემა მაგრამ უწერია რა ნომინალი საიდან სადამდე შეიძლება იყოს საინტერესო ინსტრუქცია ერთ ვერიანტად წავიკითხოთ ცალკე წინასწარ უნდა წამოიკითხე რომ მელაპარაკა კაი მოდი ამით დავამთავროთ ახლა ბევრი არ ვიშტერავთ ხალხს თავი არ მოვაწინე და ამის გადმოცემა რა წერია ეს ის არაფერი ჩოგის ნომინალებია აგერ სტანდარტული ნომინალები რაც აქვს ის აქვს
უწერია აგერო რით არის სროლო ფოლადი და რით ის სროლო. ან ფოლადის სროლაზეც კი ის არის, რა ქვია. წიგნში უწერია ხა ბევრი არიქა დამღა და ამბავი კი ბატონო, გაიქნება დამღა, მაგრამ ეგ დამღა ფული იღირს და ამ ფულს არ იხდიან, იმიტომ რომ არ გააძირონ პროდუქცია. მსგავსი თოფი, კონკრეტული თოფი თუ მოვიწევთ ევროპულ ვიდეოებში ან განხილვებში, აუცილებლად ექნება დამღა. კი ბატონო, იქ გამავალი თოფი აუცილებლად კიდე უფრო ხარისხიანია, შეიძლება რომ კიდე უფრო მეტი უკეთესი მეტალით ვსაძდებოდეს, მაგრამ 41-40 ფოლადი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კარგი სალულე მასალაა და არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ დამზადდეს ისეთი ლულები ამ კონკრეტული ფოლადისგან, რომ იმან შეძლოს ფოლადის სროლა. მაგრამ სანამ მე კი მიყვარს ფოლადის ვაზნები და ექსპერიმენტები და ამბები, მაგრამ სანამ გვაქვს ტყვიის საფანტის საშუალება, მანამდე ვისიამოვნო ტყვიის საფანტი საერთო ჯამში. იმიტომ რომ 40 მეტრის იქით, 60 მეტრის ჩათვლით, ასე ვთქვათ, რაზეც არის ლულიანის მაქსიმალური სამუშაო, ანუ სტაბილურად მაქსიმალური სამუშაო მანძილი, მაქსიმუმ 60 მეტრად რო ავიღოთ, აი 40 მეტრის მერე 60 მეტრამდე, ესე იგი ტყვიის საფანტს ფოლადის საფანტთან მიმართებაში აქვს 20-25%-ით უფრო მეტი ჭრა, რადგან ტყვის მარცვალი უფრო მძიმეა. მანამდე კი ვიტყოდი, რომ ფოლადს უფრო ძლიერი ჭრა აქვს თავისი სიჩქარის ხარჯზე. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით, ასე ინტრიგულად დავამთავრებ ახლა მე ამ ვიდეოს რა. მეტი არ მახსენდება რამე რო გითხრათ, სიკეთე და კაი ამბავი მოგცეთ ღმერთთან.